კარგი შანსი სტუმართა შესრულების ჯალენბლესა ძალიან მწვავე მომენტი და მერე იქ უკვე ფოფანა ცდილობდა კუთხის დაკეტვას, ასე რომ პირველივე იერიში, რომელიც განახორციელა დინამომ, კინაღამ იქცა გოლად. კიდევ ერთხელ გადმეორებით კალანდარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი დარტყმა აქვს და აქ იყო ასხლეტა და ხარიხას ხდება ბურთი. რა თქმა უნდა, აქ შანსი არ ექნებოდა და არც ჰქონდა ფილიპ კლიაიჩს იმდენად იდეალურად წავიდა ბურთი ფაქტობრივად ქუთაისელთა კარისაკენ. ნახოთ რა მოხდა ამ ეპიზოდში. ფაცაცია აწვის საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა ბურთისათვის და სოლომონ კვერკველია ცდილობდა ამ შემთხვევაშიც გოლის გატანას. ბიორნიოსენი იყო აქ გატანასთან ძალიან ახლოს, შეხვედრის მე-19 წუთზე და დარტყმა იქნება კარიდან. ნახოთ ეს ეპიზოდი იჯგიას დარტყმა და ფილიპ კლიაიჩი. ფილიპ კლიაიჩი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, კვლავ ურთულესი ბურთის განეიტრალებას ახერხებს. რევაზ იჯგია კი ძალიან ახლოს იყო გოლთან. კიდევ ერთი ეპიზოდი კალანდარიშვილი. როგორი მწვავე იყო ეს ეპიზოდი, კალანდარიშვილი მეორეჯერ იყო დღევანდელ შეხვედრაში გოლთან ახლოს. ბიორნიოსენი ცდილობს გავიდეს 1-1-ზე და ხარატიშვილი თამაშობს აქ ძალიან კარგად და ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. ბიორნიოსენი იყო ამჯერად უკვე გოლთან ახლოს. ქუთაისის ტორპედომ საკმაოდ რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ საკმაოდ მოულოდნელად უკვე სცადა გოლის გატანა. აქ ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი, კარგი გადაცემა იოსენის დარტყმა და ხარატიშვილი თამაშობს კარგად. ქუთაისის ტორპედომ მეორე ტაიმში უკვე მეორე ძალიან სახიფათო ეპიზოდი შექმნა და მეორეჯერ იყო გოლთან ძალიან ახლოს. თუ პირველ ტაიმში ბათუმელები ახერხებდნენ სიმწვავის ეპიზოდების შეთავაზებას მეტოქისათვის, ახლა უკვე მასპინძლები ცდილობენ და ორჯერ იყო იოსენი გატანასთან ახლოს. ჯერ თავით, მერე ფეხით. ახლა უკვე საგოლე გადაცემასთან არის ახლოს ნორვეგიელი ფორვარდი. პაატაკუდუშაური აკეთებს პასს, იოსენი დარტყმა და ტორპედო დაწინაურდა შეხვედრის 53 წუთზე. წინა ეპიზოდებში იოსენმა ვერ მოახერხა გატანა, მაგრამ ამ ეპიზოდში უკვე სეზონში მეოთხე გოლით თავისი გუნდი დააწინაურა. შეხვედრა წესიდან რიგით უფრო და უფრო საინტერესო გახდება. ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთებში გაიხსნა. ნახავთ ამ შეტევას განმეორებით პაატაკუდუშაურის საგოლე გადაცემა მსგავსად წინა შეხვედრისა. დილასთან შეხვედრაშიც გუდუშაურის საგოლე გადაცემით მოახერხა ტორპედომ გოლის გატანა, ამ შემთხვევაშიც გუდუშაურმა მოახერხა საგოლე გადაცემის შესრულება. უერდი მარა იყო ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს, საკმაოდ მშვიდი ბოლო წუთების შემდეგ.